ახალი მუზეუმი, პატარა სავანე დიდი აკადემიის მცირე დარბაზში. აკადემიაში დიდხანს მუსირებდა კითხვა, სად შეიძლებოდა მეცნიერების ისტორიას გაეშალა ფრთები ისე, რომ ქართული განათლებისა და მეცნიერების ჩანასახიდან დღემდე საუკუნეები ამატყველებულიყო და ამ კონტექსტით წარედგინათ საზოგადოებისთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს თავისი პროფესიული გამოცდილებაც დაეხმარა იდეის ფორმირებაში და მომწიფთა აზრი, სწორედ აკადემიის წიაღში გახსნილიყო მუზეუმი. თანაც მეცნიერებათა აკადემია დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად მზადების პროცესში იყო. ამ მობილიზებისთვის საუკეთესო საწყისი განწყობა შექმნა აკადემიის პირველივე სართულზე. ერთ დროს გადასაყრელი ნივთების საწყობად ქცეულ სივრცეში მუზეუმის მოწყობის დაგეგმვის შემოქმედებითმა პროცესმა. პრეზიდენტ როინ მეტრეველის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანმა, ეთნოლოგმა ლია მელიქიშვილმა ითავა პრეზიდენტისვე თხოვნით. აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი საქმის შესრულებას ენთუზიაზმით შეუდგა. მუზეუმი 2025 წელს გაიხსნა. როგორ დაიწყო ხანმოკლე, მაგრამ შრომატევადი პროცესი. როდესაც დადგა საკითხი მუზეუმის დაარსების, რომელიც არის ბატონი როინ მეტრეველის იდეა, მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერმე სხდომა მოიწვია და გადმოგცა ეს მისი სურვილი, მაგრამ რაღაცნაირად თავშეკავებული იყო ყველა და ისეთი შეიძლება ითქვას პატარა კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ როგორ უნდა გავაკეთოთ, ვინ უნდა გააკეთოს და ეს პრობლემები ძალიან წინ წამოვიდა და იყო სიჩუმე ფაქტიურად და მე მოხდა ისე რომ ერთხელაც დამიბარა და რო შევედი რა გნებავს მას კი ბატონო როინ და პირდაპირ მითხრა მუზეუმი უნდა გამიკეთო და ეს ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ მე არა ვარ მუზეუმის სპეციალისტი, მე მუზეუმი მხოლოდ დამთვალიერებლის როლიდან ვიცი. მინახავს ძალიან ბევრი მუზეუმი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილ ვარ და მუზეუმი ჩემთვის არის უბრალოდ ცოდნის წყარო და ხელოვნებასთან სიახლოვის და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სადღაც შეიძლება ამან უფრო დიდი როლი შეასრულა. მე რომ ყოფილიყავი მუზეუმცოდნე, შესაძლებელია ვერც გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მაინც ეს საქმე. ხო და ამიტომ მე მაყურებლის თვალიდან ამოვედი. ანუ მაყურებელს რა დაინტერესებდა და გადავწყვიტე რომ აქ არის მეცნიერებაზე საუბარი. პირველად თავში აზრად მომივიდა რომ მეცნიერებაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, სხვაებიც მეუბნებოდნენ რომ აი მოდი მედეა და აქედან დავიწყოთ, ასეთი აზრებიც იყო, მაგრამ მე ვიფიქრე რომ მეცნიერება რომ ამეღო ესე იგი საფუძვლად ძალიან ღრმად ჩავიდოდი შეიძლება საუკუნეების მიღმა და ამიტომ ვამჯობინე რა თქმა უნდა რომ მეცნიერებათა აკადემია ყოფილიყო ამ მუზეუმის კონცეფცია. ტერმინი აკადემია შუა საუკუნეების საქართველოში ცნობილი არ ყოფილა. პირველად სულხან საბას ლექსიკონში გვხვდება სიტყვა არკადემია, რომელიც ახსნილია როგორც სახლი საფილოსოფოსო. პირველი ცნობები საქართველოში სრულყოფილი საგანმანათლებლო კერის არსებობის შესახებ მოგვეპოვება მე-4 საუკუნიდან, როდესაც ფოთში, მაშინდელ ფაზისში რიტორიკული სკოლის არსებობა დასტურდება. შუქის სწორედ ამ სხივზე ამობრწყინებული წარსულის ისტორიის წარმოჩენით იწყება თავი, რომელიც აკადემიის მუზეუმის არსის კონცეფციის საწყისია.
გადავწყვეტე რომ განმანათლებლებით დამეწყო, იმიტომ რომ აქედან იწყება ჩვენი მეცნიერება, ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი საერთოდ სხვადასხვა დარგის შემდგომ განვითარება და რა თქმა უნდა ეს უფრო უპრიანი იქნებოდა და ამიტომ აგერ არის ბანერი, სადაც არიან განმანათლებლები წარმოდგენილი და ამას მოყვა რა თქმა უნდა შემდეგ ის კერები, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ, ეს უნდა გვეჩვენებინა აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტიურად მინდა გითხრათ, რომ თვითონ განმანათლებლები შემდგომ ეს კერები, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ქართული კერები, ფაქტიურად იყო წინამორბედი მეცნიერებათა აკადემიის. და შემდგომ გავაკეთეთ, ესე იგი, საგანმანათლებლო კერები, ესე იგი, საქართველოში, წარმოვადგინეთ ბანერზე, თვალნაცვლივ გამოჩნდა, რომ ყველაზე ესე იგი ასეთი ჭარბად კერები იყო რა თქმა უნდა ტაო კლარჯეთში და მე მინდა გითხრათ რომ აი ტაო კლარჯეთ ძალიან პატივს ცემ ვარ ნამყოფი და როდესაც იქიდან მოვდიოდი მინდა გითხრათ რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი და ერთი ფრაზა ასე ვთქვათ თქვი რომ აი აქ არის საქართველო და მართლაც მანდ ყოფილა საქართველო მით უმეტეს როდესაც აი კერებზე მიდგა საქმე ბანერზე ნახავთ თქვენ რომ ძალიან ჭარბად არის წარმოდგენილი ეს კერები იმაში რა ქვია ტაო კლარჯეთში და ასე ნელ-ნელა ჩვენ დაუახლოვდით უკვე მეცნიერებათა აკადემიას და პირველ რიგში რა თქმა უნდა წარმოადგენთ ფაზის აკადემია რომელიც იყო ცნობილი ძალიან იმ პერიოდისთვის თუ კი სწავლობდი შენ ფაზისის აკადემიაში ის ითვლებოდა ძალიან მაღალი რანგის ასე ვთქვათ წარმომადგენლობად და ამაყობდნენ იმითი რომ სწავლობდნენ ფაზისის აკადემიაში ეს არის მე-3 საუკუნის ბოლო მე-4 საუკუნის დასაწყისი საქართველო არ დაგავიწყდეთ შემდგომ უკვე ესე იგი იყალთოს აკადემია წარმოადგენთ ბანერზე და აქვე გელათის აკადემია ეს აკადემიები არის წინამორბედი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა. ასეც არის გაფორმებული ჩვენთან. ქართული მეცნიერება უძველესი დროიდან მოდის. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში საქართველოში არსებობდა უმაღლესი სკოლა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისა იყო და ზრდიდა საერთაშორისო კადრებს. ჩვენ გვაქვს ცნობა იმისა, რომ გამოჩენილი ბერძენი მოღვაწეები ხმამაღლა აცხადებენ სიამაყით, რომ განათლება ფაზისის აკადემიაში მივიღეთო. ჩვენ გვაქვს შემდეგი გელათის აკადემია, სადაც უკვე მეცნიერება მაღალ დონეზე იყო ძალიან. ეს არის დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი აკადემია, სადაც ფაქტობრივად იკითხებოდა 7 საუდის უნივერსიტეტო აუცილებელი საგანი და ამდენად იგი ასრულებდა უნივერსიტეტის როლს. რატომ უშავ ხალხს უნივერსიტეტს? დასავლეთ ევროპაში უნივერსიტეტები მხოლოდ მე-13 საუკუნეში შეიქმნა. პირველი უნივერსიტეტები მაგალითად როგორიც იყო სორბონა, ბოლონია, სალამანკა მე-13 საუკუნეში დაფუძნდა. ჩვენ საქართველოში გვაქვს მე-12 საუკუნის დასაწყისიდან უკვე უნივერსიტეტი გაგვაცდია ჩვენ თავისი ყველა ატრიბუტით, ყველა პარამეტრით. უფრო მეც გეტყვით გარდა ჰუმანიტარული დარგებისა და შვიდი აუცილებელი დარგებისა, ჯანმრთელობის დაცვის პრობლემების განათლების ჯანმრთელობაც იხილებოდა და ისწავლებოდა იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ იყო შემთხვევითი, რომ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობდა, იგი ბოლომდე ჯერ კიდევ მზად არ იყო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ 26 იანვარს გახსნილიყო. ეს არის დღე დავით აღმაშენებლის ხსენებისა, ამით ხაზი გაესვა იმას, რომ თბილისის უნივერსიტეტი არის მემკვიდრე იმ დიდი ტრადიციებისა სამეცნიერო, რომელიც ადრე არსებობდა საქართველოში. ხაზი უნდა გავუსვათ ერთგანებებას, რომ დიდი მნიშვნელობა იყო მე-19 საუკუნის მთელ პერიოდში ამ ისტორიის განვითარების თვალსაზრისით, კერძოდ განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში უკვე იწყებს პეტერბურგის უნივერსიტეტში ყალიბდება ქართოლოგიური კათედრა, სადაც მოღვაწეობდნენ პროფესორი ჩუბინაშვილი, პროფესორი ცაგარელი, ალექსანდრე ცაგარელი გახდათ კათედრის გარდე, კათედრისა ეს იყო ქართულ-სომხური კათედრა, რომელიც დაიკავა ნიკომარმა და ამ კათედრაზე აღიზარდა ივანე ჯავახიშვილი. ეხლა რაზე ვამბობ მე? რატომ ვამბობ? საქართველოს გააჩნია დიდი მეცნიერება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1951 წლის 10 თებერვალს დაარსდა.
მეცნიერებათა აკადემიის ეგრეთ წოდებული დამფუძნებელი მამების უმრავლესობა 1918 წელს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორა იყო. ბანერები, რომლებიც მუზეუმში განთავსდა, სწორედ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელთა შესახებ გვამცნობს. მოსკოვში იყო მეცნიერებათა აკადემია, საქართველოში იყო ფილიალი და უკრაინაში იყო კიდევ მეცნიერებათა აკადემია და ეს ფილიალი ფაქტიურად შემდგომ გადაკეთდა აკადემიად, მაგრამ ამას წინ უძღოდა ის, რომ სწავლობდნენ, იცით, უკრაინაში როგორ არის დაუშვათ იმაში, მოსკოვში როგორ არის და მაგალითად ვიცით ჩვენ გიორგი ჩიტაეს არქივიდან, რომ გიორგი ჩიტაე გააგზავნეს უკრაინაში, რომ ენახა როგორ არის იქ მოწყობილი ეს ყოველივე და გიორგი ჩიტაე რო ჩამოვიდა თავის ანგარიშში წარადგინა, რომ ესე იგი უკრაინა ამახვილებს ყურადღებას რაოდენობაზე უფრო მეტად ვიდრე ხარისხზე და როცა ჩამოვიდა სიმონ ჯანაშიას უთქვათ, რომ არა, ჩვენ მაგას ასე არ ვიზავთ, ჩვენ ხარისხზე გავაკეთებთ აქცენტს და მართლაც ასე იყო, თქვენ იცით, ესე იგი, რომ არაჩვეულებრივი მეცნიერები იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ძალიან მაღალი დონის. მე მინდა თქვა, რომ იცით რა, ეპოქაც ასეთი იყო, რაღაც საოცრება იყო. ყველა დარგში იყო რაღაცა ძალიან მაღალი დონის წარმომადგენელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად ნიკო მუსხელიშვილი აირჩიეს, რომელსაც უთქვამს. ივანე ჯავახიშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში იგი დაიკავებდა ამ საპატიო ადგილსო. აკადემიის პრეზიდენტები არც თუ ხშირად იცვლებოდნენ და აქტიურად აგრძელებდნენ როგორც პირადი სამეცნიერო ბიოგრაფიის შექმნას, ისე მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის დაწერას. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმში ამჯერად აკადემიის 7 პრეზიდენტზეა ცნობები და ფოტომასალა თავმოყრილი. აი ეს სივრცე დაუთმეთ ჩვენ პრეზიდენტებს, წარმოდგენილი არის ესე იგი აგერ ამ ბანერზე მეცნიერებათა აკადემიის ყველა პრეზიდენტი და შემდგომ ცალკე ბანერები ეკუთვნით. თქვენ არ გეგონოთ, რომ ძალიან ადვილი მოსაპოვებელი იყო ეს მასალა. აი აქ ბანერზე წარმოდგენილია მაგალითად ესე იგი ნიკო მუსხელიშვილი, ეს არის პირველი პრეზიდენტი აკადემიის და ამას ყველაფერს მოპოვება ჭირდებოდა არქივში სიარული. ჩვენი არქივი ძალიან გვეხმარებოდა მანანა მახატელი, ძალიან დიდი საქმე გაწია მან, ბევრი რამე მოგვაწოდა და ამოვიღეთ საარქივო მასალა. ნიკო მუსხელიშვილი. იგი მსოფლიო მდრეკადობის თეორიით გაიცნო, რომლის გამოყენებაც უმნიშვნელოვანესია ბზარების თეორიაში, განსაკუთრებით თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მშენებლობისას. ნიკო მუსხელიშვილის თაოსნობით ლენინგრადსა და მოსკოვში აგზავნიდნენ ახალგაზრდა კადრებს მათემატიკურ მეცნიერებაში მოსამზადებლად. სწორედ ამ გზით მომზადდა ქართველ მათემატიკოსთა მთელი თაობა. აკადემიის მუზეუმში წარმოდგენილ ნივთებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია ნიკო მუსხელიშვილის სამუშაო მაგიდა, რომელიც მუზეუმის ცენტრალურ ადგილს იკავებს. მაგიდაზე შეიძლება კიდე მოემატოს სხვადასხვა ნივთები, იმიტომ რომ არის ესე მუზეუმებში წარმოდგენილი, შესაძლებელია დავშვათ ეს იყოს ნიკო მუსხელიშვილის მაგიდა, მაგრამ სხვა ნივთებიც იდოს აქ. იმიტომ რომ ხა თან პლუს ჩვენ არა გვაქვს დიდი ადგილი ძალიან მაშინ რა ქვია მუზეუმში და ალბათ ეს კიდე დაიტვირთება ეს მაგიდა. ილია ვეკუას წილად ხვდა პატივი ორჯერ ყოფილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იგი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მისი პირველი რექტორიც გახლდათ. ილია ვეკუა მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიაზე დაყრდნობით განავითარა გარსთა თეორიის მისეული ვარიანტი, რაც გამოიყენება კაშხლების, ხომალდების მშენებლობისას. 1961-1963 წლებში შექმნილი მონოგრაფიისთვის განზოგადებული ანალიზური ფუნქციები იგი დაჯილდოვდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი. მისი თეორია მიჩნეულია ვეკუა-ბერსის ანალიზურ თეორიად. ევგენი ხარაძე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო. სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალი წელი მეცნიერმა ვარსკვლავთა სისტემების კვლევას მიუძღვნა.
მან შექმნა მონოგრაფია, რომელშიც წარმოადგინა 14,000 ვარსკვლავის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი. ევგენი ხარაძის მოსწავლემ რიხარდ ვესტმა მასწავლებლის პატივსაცემად თავის მიერ აღმოჩენილ ვარსკვლავს ხარაძის სახელი უწოდა. ბატონ ევგენის ოჯახი არ ყავდა და არავინ არ დარჩა. მე გია ჯაფარიძემ ობსერვატორიაში დარეკა, რომ იქნებ რამე ნივთი გქონდეთო და მუზეუმისთვის მოგვაწოდოთო, მაგრამ უარი მივიღეთ, არა გვაქვს არაფერიო, მაგრამ უცებ მოხდა ასეთი რამ, ჩვენ ყავს ესე იგი ქეთი ახობაძე, რომელიც ესე იგი კურირებს თაყაიშვილის საზოგადოებას და ბავშვობაში მან მიიღო მონაწილეობა ასტრონომიულ პროექტში, პეონის სასახლეში და გაიმარჯვა. და არაფერი არ ჰქონდათ, ესე იგი სამახსოვრო, რომ გამარჯვებულებისთვის მიეცა და ბატონმა ევგენიმ თავისი საკუთარი ნივთი მოიტანა და გადასცა ქეთის. და ის ნივთი დღეს ქეთიმ გადმოვხდა ჩვენ, აი აქ არის ეს ნივთი. აი აქ არის, აი წიგნი არის გამოსახული და ასე მოხდა ბატონი ევგენის პირადი ნივთი აი ეს. ასე მოხდა მუზეუმში. აი მე ვამბობ ხოლმე რომ რაღაცაში უფლის ხელიც ურევია. ალბერტ თავხელიძე ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი ახალი კვანტური რიცხვის, ფერის კონცეფციისთვის. ალბერტ თავხელიძე გახლდათ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. სწორედ მან გაჭრა გზა ქართველი ფიზიკოსებისთვის დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევების ცენტრსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, CERN-ში დასაქმებისთვის. სწორედ ალბერტ თავხელიძის პრეზიდენტობისას გამოირჩეოდა მეცნიერებათა აკადემიას სახელმწიფოებრივი და ღრმად ეროვნული პოზიციონირებით საქართველოსთვის უმძიმეს წლებში. ბატონი ალბერტი, თქვენ იცით, რომ ძალიან მაღალი დონის მეცნიერია და ამასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივით მიაგებდნენ უცხოეთში. თამაზ გამყრელიძემ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართველური ენების სტრუქტურული და ისტორიულ შედარებითი კვლევის სფეროში. აკადემიკოს ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით მან შექმნა ფუნდამენტური გამოკვლევა ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. დასავლეთის მეცნიერება თამაზ გამყრელიძის ამ ახალ იდეას გლოტალური თეორიის სახელით იცნობს, რომელმაც არსებითად შეცვალა მეცნიერული თვალსაზრისი ინდოევროპულ ენათა ისტორიასა და განვითარებაზე. სწორედ თამაზ გამყრელიძის ინიციატივით ეწოდა აკადემიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ჩვენ გვაქვს აი ბატონი თამაზ გამყრელიძის ოჯახმა შემოგწირა მანტია, რომელიც მას მოასხეს გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და დღეს უკვე ჩვენთან ინახება მუზეუმში და ასევე მისი სათვალე. აქვე არის მაგალითად ბატონი ალბერტ თავხელიძის ნივთები, კალმისტრები, მისი ჩათვლის წიგნაკი, აი ესეც საინტერესო არის და ესე იგი მისი ფოტო პატრიარქთან ერთად გადაღებული. აქ არის წარმოდგენილი თასების და გაგიკვირდებათ რა უნდა ახლა ამ თასებს ამ აკადემიის სისტემაში, ხო, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუტი შემოდიოდა აკადემიის სისტემაში და იყო ძალიან ბევრი ჯგუფები სპორტული აკადემიის სისტემაში და ერთ-ერთი ჯგუფი აი აქ მინდა გითხრათ, რომ აი ეს თასი აქ არის ეს არის ჩოგბურთის ჩემპიონატზე მოპოვებული თასი, იმიტომ რომ იყო აკადემიის სისტემაში ჩოგბურთის ჯგუფი, რომლის კაპიტანიც იყო ბატონი თამაზ გამყრელიძე და გაიმარჯვეს და მიიღეს ეს თასი. ასე რომ მუზეუმი რო არ ყოფილიყო, ეს არავინ არ იცოდა. აი მუზეუმმა გამოავლინა ეს საინტერესო ამბავი. გიორგი კვესიტაძემ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფერმენტების მოქმედებაზე აგებული თანამედროვე მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოყენებას. მის მიერ დამუშავებულია ორი ათეული სამრეწველო დანიშნულების ფერმენტისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის მიღების ინოვაციური ბიოტექნოლოგიები. წარმატებითაა აპრობირებული მიკროორგანიზმებსა და მცენარეებზე დაფუძნებული გარემოს რემედიაციის მეთოდები.
ჩამოყალიბებულია ახალი, გლობალური ეკოლოგიური კონცეფცია. დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როინ მეტრეველი აკადემიას 2023 წლიდან ხელმძღვანელობს. და როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს, მასაც თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის, ზოგადად კი შუა საუკუნეების დიდ მკვლევარს უკვე დაწერილი აქვს თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო ბიოგრაფია. ეს ბანერი ეკუთვნის ბატონ როინ მეტრეველს, ამ მუზეუმის სულის ჩამდგმელს და იდეის ავტორს, რა თქმა უნდა და ეს ყველამ ვიცით, ახლა ბატონი როინი რადონის მეცნიერია, როგორი მასშტაბის უკიდეგანო შეიძლება ითქვას და როგორი ასე ვთქვათ გაბედული, იმიტომ რომ ახალგაზრდობიდანვე ისეთ საკითხებს ამუშავებდა, რომელიც მიღებული არ იყო, რა თქმა უნდა, იმ პერიოდისთვის. ეს იყო მაგალითად საქართველოს მეფეები, 16 აყაიშვილი მესამე კურსიდან უკვე წიგნზე დაიწყო მუშაობა, ეს ისტორიაც ყველამ იცის. ესე იგი, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გავდა, რომელიც იყო არაორდინალური და შესაძლებელია ზოგჯერ სახიფათოდ. ეხლა მაგალითად ცოტა ხნის წინ მე თვითონ ესე იგი გამოვედი, როდესაც იყო მის მიერ ესე იგი შედგენილი და ჯგუფის მიერ განხორციელებული კავკასია 2 ტომი. ეს არ იყო ადვილი საქმე, ეს ძალიან რთული საქმე. ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ ასეთი მძიმე ტვირთი აწია და საზოგადოებას წარმოუდგინა ასე შესანიშნავი ნაშრომი. ეს მინდა ვთქვა, რომ გმირობის ტოლფასია ნამდვილად კავკასიის მასშტაბით, იმიტომ რომ ყველას თავის პრეტენზია აქვს კავკასიაში და გააკეთო ნაშრომი ისე, რომ უკვე თითქმის 1 წელი გავიდა და არანაირ თავდასხმა არ აქვს, ეს ძალიან დიდი მიღწევა, მინდა გითხრათ. ასე რომ აი აქ წარმოდგენილია ამ ბანერზე მისი წიგნები, მისი ცხოვრების მომენტები. მე ძალიან თხოვა, რომ აი ეს სურათი ქვევით არ არის მოწაფეებთან და აი როგორ ეს იყო ძალიან დაბალი დონის სურათი და მეუბნებოდი რომ ბატონ როინა ბანერზე არ გამოჩნდება კარგად, იმიტომ რომ ცუდი ხარისხია ძალიან და არა გეხვეწები ესო ჩემი მოწაფეები არიან, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩემთან იკრიფებიან, ესეთი წესი მაქვს, ოჯახში გვაქვს და ძალიან გთხოვე რომ ეს სურათი როგორმე ჩასვაო და მე ვთხოვე დიზაინერებს როგორმე ისქნებ ესე იგი რეზოლუცია აწიოთ მაღლა რომ კარგად გამოჩნდეს, იმიტომ რომ ძალიან უნდა ამ ადამიანს რომ მისი მოწაფეებიც იყვნენ წარმოდგენილი. დანარჩენს თქვენ ხედავთ, ესე იგი ბატონ როინზე ბევრს საუბრობენ, რაღაცებს აბრალებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა რო გადავხედავთ მის ისტორიას, ფუნქციონერი იყო 12 წელი. 70 წლიდან და რა არის 12 წელი არაფერი არ არის აბსოლუტურად და იმ წლებშიც კი ისეთ რამეს აკეთებდა თავის დარგში, რომელსაც ვერ გაბედავდა დაუშვათ ჩვეულებრივი მოკვდავი ისტორიკოსი. ისეთ საკითხებზე მუშაობდა. ასე რომ მისი ფუნქციონირება წაადგა ქვეყანას და არა პირიქით. და თქვენ იცით რომ მე ესე იგი როდესაც ჩამოშორდა ამ ფუნქციონირებას, გადავიდა ენციკლოპედიაში და ამ ხელა საქმე გაუკეთა საქართველოს, იმიტომ რომ თუ ერს აქვს ენციკლოპედია, იცოდეთ რომ ის ერი ნამდვილად ღირსია იმისი, რომ იყოს აღიარებული მთელ მსოფლიოში. ბანერები, რომლებზეც ასახულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში მყოფი მრავალპროფილური სამეცნიერო ინსტიტუტები და დაწესებულებები, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში სანუკვარ ადგილს იკავებს. აკადემიისთვის დიდი დარტყმა იყო სამეცნიერო ინსტიტუტების ჩამოშორების მავნე სტრატეგია, რაც ვარდების რევოლუციის თანდევ პროცესთან იყო დაკავშირებული. რა იყო და აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი იყო და აღარაფერი არ არის. 2006 წელს ცნობილია ეს ყველასთვის, იყო ესეთი პერიოდი, როდესაც წინა მთავრობამ ასე ვთქვათ ჩამოაშორა აკადემიას ყველა ინსტიტუტი. მაშინ იყო 66 ინსტიტუტი. ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობდა, მინდა გითხრათ. შესაძლებელია იქ იყო რაღაცა გამოსასწორებელი, რაღაცა რეფორმა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ აი ამ სისტემიდან გამოსვლა დიდი შედეგი ვერ მოგვიტანა. იმიტომ რომ იმის მაგათ რომ უკეთესობისკენ წასულიყო საქმე, როგორც ხედავთ ჩვენ პირიქით, ესე იგი, უფრო ვიზარალეთ. იმიტომ რომ დიდი კონტროლი იყო მაშინ. მაშინ არ არსებობდა შავი არქეოლოგია, მაგალითად, რაც დღეს არსებობს.
იმიტომ რომ არავინ არ იცის ვინ რას თხრის, სათხრის, როგორ ნებართვას ვინ აძლევს, ვინმეს ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან. ძალიან ბევრი დიდი დარღვევებია. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად იმოქმედა ამ ყველაფერმა. ჯობდა რომ ესე იგი თუ რაღაცა გამოსასწორებელი იყო, პატარა-პატარა რეფორმები ჩაეტარებინათ, ესე იგი, უფრო ესე იგი, მშვიდად და წყნარად და არა ესეთი დარტყმით გაენადგურებინათ ყველაფერი. ეს ჩემი პირადი აზრია. აკადემიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული თავისი უფლება-მოვალეობანი და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობის მრჩეველი იყოს. დღეს აკადემიაში მხოლოდ წარსული არ იწონებენ თავს. დღეს აქ სხვა ცეცხლის დანთებას ცდილობენ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ამჟამინდელ პრეზიდენტს როინ მეტრეველს სურს ისტორიის დაფასების პარალელურად რეალური მეცნიერება აწმყოში გადარჩეს და ამასთანავე წარმოჩნდეს. შესაბამისად, სახელმწიფო კანონი ქვეყნის ყველა სამეცნიერო ცენტრს ავალდებულებს, რომ ანგარიშით წარსდგეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე. ეს საკანონმდებლო მოთხოვნა აკადემიის საქმიანობის სათანადო დონეზე წარმართვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ჩვენს კულტურაში ქალი არასდროს ყოფილა დაჩაგრული. ამბობს ლია მელიქიშვილი, რომელიც იმ ქართველ ქალთა შორისაა, რომელმაც თავ დაუზოგავი შრომით შექმნა აკადემიის მუზეუმის კონცეფცია და მისი განხორციელებისას არ დავიწყებია ცალკე კუთხის დათმობა ქალი მეცნიერებისთვის. ცალკე ბანერი დაუთმეთ ქალებს, აქ არის წარმოდგენილი საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა დარგში მეცნიერების და მახსოვს, როდესაც აკადემიაზე ამის წინ იყო თავდასხმა გოცირიძე, რომან გოცირიძე რო ესხმოდა თავს და აკადემიის გაუქმება უნდოდათ, არ ვიცი შენობა უნდოდათ თუ რა უნდოდათ, მაშინ ჟურნალისტი რო არის იმას საიდანღაც მოხვდა ეს წიგნი ხელში, ეს ქალები მეცნიერებაში და ფურცლავდა და იმდენად ამაზრზენი იყო, პირდაპირ ვიტყვი ამას, რომ ესე იგი თითოეულ გვარს კითხულობდა და იცინოდა და სცინოდა. აი რა უნდა გააკეთო ასეთ საზოგადოებაში, როცა ასეთი დამოკიდებული იმის მაგალითად. აქ არის წარმოდგენილი მაგალითად თამარ დეკანოშიძე, რომელიც 9 აპრილს როგორ იბრძოდა ყველა მითის, აბსოლუტურად ყველა. უდიდესი მეცნიერები არიან, თინათინ წერეთელი მაგალითად, ირინე მელიქიშვილი. ესენი ყველა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები არიან. თინა ყაუხჩიშვილი მაგალითად, ხო? ეთერ ქემერტელიძე თქვენც იცით, იცნობთ კიდევაც და მზე ქალაშანიძეს. მზია ანდრონიკაშვილი უზარმაზარი მეცნიერი იყო, ნანა ხაზარაძე ძველ ისტორიაში. ძალიან საინტერესო მეცნიერები არიან და დასაცინი ამათ არაფერი არ ქონდათ. პირიქით. ეს ადამიანები ჩვენ უნდა, ესე იგი, პედესტალზე ავიყვანოთ და პირიქით საქართველოს უნდა, ესე იგი, ილოცოს ასეთ ქალებზე. როგორ გროვდებოდა სამუზეუმო ნივთები? აი ძალიან საინტერესოა მიხეილ ხანანაშვილი არა მარტო ჩვენი აკადემიის წევრი იყო, არამედ საბჭოთა კავშირის აკადემიის წევრიც იყო, ასევე იყო ესე იგი სამედიცინო აკადემიის წევრი და გარდა ამისა იყო ძალიან ცნობილი მეცნიერი უცხოეთში უფრო მეტად ვიდრე საქართველოში, კიდევ ვიმეორებ და მისმა ოჯახმა შემოგწირა აი მე-18 საუკუნის სამელნე ედო თვითონ უყვარდა ძალიან ლამაზი ნივთები და მის მაგიდაზე იყო ეს სამელნე და მეუღლემ შემოგწირა ესა რომ სულ წინ ქონდაო ესო და ნუ წამოვიღეთ და დავდეთ აქ დავაუნჯეთ. გარდა ამისა ბატონი მინდია სალუქვაძეს ოჯახმა კიდე საინტერესო მისი პირადი ნივთები შემოგწირა, რომელიც აქ არის გამოფენილი, მისივე სურათი პატრიარქთან ერთად და ასევე შალვა ამირანაშვილის ოჯახმა შემოგწირა საინტერესო წერილები, აგერ არის კონსტანტინე გამსახურდიას მაგალითად ვიქტორ ნოზაძის წერილი და თვითონ ესე იგი ის ნივთები, რაც მას ჰქონდა მაგიდაზე, მაგალითად საინტერესო ნივთი არის აესპილოს ძვლის, ესე იგი წიგნის ფურცლების გამხსნელი, ესე იგი წინათ ფურცლები მიწეპებული იყო, თუ თქვენ გახსოვთ არ ვიცი და როდესაც ადამიანი კითხულობდა, იმას მერე ჭრიდა ის ფურცელი არ იყო გაყოფილი და აი მისი საჭრელი არის ეს სპილოს ძვლისგან გამოკვეთილი. ეს მისი პირადი ნივთია. აი ასე იმედი გვაქვს რომ შეივსება კიდე შემოგწირავენ, იმიტომ რომ რამდენიმე ოჯახმა ჩოგოვაძეების, ჯიბლაძის ოჯახი ერთი 4 აკადემიკოსი ყავთ სახლში და ყავდათ უпроსწორად და ისინი გვპირდებიან რომ შემოგწირავენ კიდევ ნივთებს.
აქ არის გამოფენილი საინტერესო მასალა აკადემიისთვის. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო ფოლკლორული ანსამბლი ფაზისი, რომელიც ჩამოყალიბდა აკადემიაში 74 წელს და აქ იზრდებოდნენ სხვათა შორის ნიჭიერი ბავშვები. შემდეგ ეს ანსამბლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოიარა მთელი მსოფლიო და ეს ხდებოდა ყველაფერი აკადემიის სახელით. და დღეს აი აქ გვაქვს წარმოდგენილი მათი შემოგვწირეს ეს ფირები. აქ კიდევ ძალიან საინტერესო ის არის, რომ ხელნაწერები გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი სიმონ ჯანაშიაში, ექვთიმე თაყაიშვილის აგერ არის და ასევე ივანე ჯავახიშვილის, რომელიც გიორგი ჩიტაიას წერდა რაღაც პრობლემის შესახებ. აქ არის წარმოდგენილი გიორგი ჩიტაიას მაგიდაზე რა ნივთებიც იყო, მას ძალიან უყვარდა ქვები, აგროვებდა და აი ეს ქვები მისმა მოწაფემ გადმოგცა, მისი სათვალია აქა და აი ეს ჩალის, ასე ვთქვათ, სიმინდის ფუჩეჩის თოჯინა ძალიან საინტერესო არის. გარდა ამისა, ორი საინტერესო ნივთი შემოგწირეს ბატონ პარმენ მარგველაშვილმა. ერთი არის სტეპანწმინდის მონასტრის გათხრები მიმდინარეობდა, ესე იგი თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზე და ყინულის ქვეშ აღმოჩენილი იყო სანთელი, ძველი მე-10 საუკუნის. სანთელი იმდენად საინტერესოა, რომ სანთელი არის ჩვეულებრივად ჩამოსხმული კი არ არის ესე იგი მცენარეების ბალახის ღეროები, რომელსაც გარშემო აქვს შემოკრული სანთელი. ასეთი სანთელი სულ ორია, ერთი პატრიარქს აქვს და მეორე ჩვენს მუზეუმის შემოსწირეს. აქვე არის აგური, რომელიც უნივერსიტეტის საძირკვლიდან არის, ესე იგი, ეს აგური. მიმდინარეობდა რაღაც რესტავრაცია და იმ რესტავრაციის დროს ეს აგური დარჩა გარეთ და ბატონმა პარმენმა იმის მაგერად რომ სადღაც წაეღო და გადაეგდო დრო იხელთა და წამოიღო და ქონდა შენახული აქ მეცნიერებათა აკადემიაში და როცა მუზეუმი გაიხსნა გვისახსოვრეთ ჩვენ და აი ესეთი საინტერესო ნივთებია აქ გამოფენილი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გზატკეცილის მაკეტი გაუშლიათ. სხდომაზე იმსჯელეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი იმ სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს. აკადემია ქვეყნის მაჯისცემას უგდებს ყურს. ასეთი მაგალითების გვერდით თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ერთ საერთაშორისო დონის მიღწევაზე, რომელსაც ვრცელი საგამოფენო სივრცე ეთმობა მუზეუმში. მაღალ ენერგიული ლაზერის სხივები და კოსმოსური რეფლექტორი. ეს ის სავარაუდო საშუალებებია, რაც ახალი იარაღი იქნება მსოფლიოში დომინანტი სახელმწიფოს მანევრირებისთვის. მსგავსი რეფლექტორი, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად გაიშალა და გამოიცადა, აკადემიკოსმა გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა შექმნა. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი საზღვარგარეთის ქრესტომათიულ გამოცემებში კოსმონავტიკის განვითარების შესახებ, სამეცნიერო ტექნიკურ ლიტერატურაში და ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში. სწორედ ამის შემდეგ 2020 წლისთვის დააფუძნა საქართველოში ამერიკამ თავისი კომპანია იმ მიზნით, რომ დაიწყოს და ქართული კოსმოსური ტექნოლოგიებით შეიქმნას კოსმოსში გასატანი დიდი ზომის კონსტრუქციული სისტემები. აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ამ მიღწევების აღსანიშნად სპეციალური ბანერებია მუზეუმში განთავსებული. თქვენს წინ არის ბატონი ჩვენი აკადემიკოსის ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ, ესე იგი, წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული რეფლექტორი, რომელიც არის ფაქტიურად, ესე იგი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. აი ხას უსვავ ქართული, ჩვენი.
ეს არის ბატონი ელგუჯას და მისი, ესე იგი, ჯგუფის მიღწევა. აქ არის წარმოდგენილი მთელი ისტორია, აი ხედავთ თქვენ აქ ბანერზე. შემდგომ აი ეს ფოტოები. მე მახსოვს ეს, როდესაც გაუშვეს, როგორი იმით ველოდებოდით, რომ გახსნილიყო. და როდესაც გაიხსნა, ეს იყო დიდი სიხარული, ანუ მიღწეული იყო ის, რაც იყო, ესე იგი, მისი ძირითადი დანიშნულება. ახლო წარსული და თანამედროვე ისტორია. მუზეუმის მთელი კედელი ეთმობა აკადემიის განყოფილებების, აკადემიკოს მდივნების, აკადემიკოსების ფოტოებს და მათზე ამბებს, რომელიც ფოტოებითვია ამეტყველებული. წარმოადგენთ განყოფილებები ფოტოებით. და არა დავუშვათ ისტორიით მაინდა-მაინც. ისტორიაში კიდევ უფრო შორს წაგვიყვან და ამდენი ადგილიც არ აგვაქვს და აი ამ ფოტოებმა იმით გაამართლა, რომ მოდიან მათი შთამომავლები და ძალიან უხარია და აქედან ძალიან ესეთი სიხარულით მიდიან, რომ ხედავენ, რომ მუზეუმში არის მათი ბაბუის და მათი მამის სურათები წარმოდგენილი და წერია ყველა რომელ განყოფილებაში იყო და ასე შემდეგ. და მათ შორის ჩვენ მოვათავსეთ ძველი სურათები. აი თქვენ ნახეთ, ესე იგი ეს არის ის აკადემიკოსები ფაქტიურად ზოგი ახალგაზრდობაში, უფრო მეტად ახალგაზრდობაში, მაგრამ ისეთი ცოტა მოძრავი მაგალითად რაღაცა იმაზე რა ქვია ექსპედიციაში დავშვათ რომელიღაც ხდომაზე და არა ისე პორტრეტი მაინდა-მაინც გადაღებული. აი მაგალითად ეხლა აქ ხედავთ თქვენ სასწაული ფოტოა ნუცუბიძე, ყაუხჩიშვილი, შანიძე. აი წარმოიდგინეთ. აი ესეც ექსპედიციაში არის, მაგალითად ნიკო ბერძენიშვილი, აგერ მესოჩოთა მესხია, აგერ მარიკა ლორთქიფანიძე, ეს ადამიანები ესე იგი დიდი აკადემიკოსები და ნახეთ, აგერ ველზე არიან, იგივე სურათი არის ეს, აქვე გვაქვს ჩვენ ესე იგი ძალიან აგერ გიორგი მელიქიშვილი, ეს პიოტროვსკი იყო ჩამოსული და შეხვედრა ჰქონდა ძველი ისტორიის სპეციალისტებთან, აქვეა გიორგი მელიქიშვილი, აგერ სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით ცხრა განყოფილება არსებობს. თითქმის ყველა დარგი მოცული არის განყოფილებების მიერ დაწყებული ფიზიკა, მათემატიკა და დამთავრებული ჰუმანიტარული მეცნიერებით და მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა. დღეს აი მუზეუმი სწორედ იმით არის კარგი, რომ წარმოაჩენს ყველა ამ დეტალს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ცალკე ყურადღება ვქოთ ქანებს მეცნიერებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იყო ჩვენთვის, რომ დღესაც რამდენიმე ქალბატონი შარის აკადემიის შემადგენლობაში და ჩვენთვის საამაყო გახლავთ ეს. არიან პიროვნებები, რომლებსაც უზარმაზარი როლი შეასრულეს. მუზეუმში წარმოდგენილია ყველა განყოფილება. მათ შორის საჭიროდ შეიცვალა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი გვარი, არავის ასე ვთქვათ ნამუშევარი და განყოფილებების მიხედვით წარმოდგენილია ყველა მათგანი. ვფიქრობთ, რომ ეს მნახველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ერთი სიტყვით, მუზეუმი, რომელიც დაარსდა ჩვენთან და დავაფუძნეთ ჩვენ, ჯერჯერობით შეიძლება ისე ფართო მასშტაბისა არ არის და ესეთი სიმდიდრით არ გამოირჩევა, მაგრამ არის ძალიან საინტერესო ნივთები, აქ არის ნივთები გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მათ შორის ნიკო მუსხელიშვილის, ვიქტორ გუბრაძის და სხვების და ესეც მნიშვნელოვანი გახლავთ და ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ ეს თვითონ მუზეუმი პერსპექტივას აჩვენებს, რომ ეს არის ჩაკეტილი მუზეუმი და ჩვენ გვინდა რომ აქ იგი ნახოს და ათვალიეროს ხალხმა, საზოგადოებამ დაათვალიეროს. მე კიდევ გამიმეორებ, რომ ჩვენ ვთხოვეთ აქ ბატონ ჯუაშერ ამირანაშვილს, რომ მას თავს ედო მეთვალყურეობა მუზეუმისა, ის ამ დარგის გარკვეული ხნის არქეოლოგი გახლავთ, მაგრამ სპეციალისტი და მე მისდამი მადლიერებით უნდა გავხატო, რომ აი მუზეუმი გამოიყურება ძალიან საინტერესოდ, ლამაზად, ბაღალდონეზე და ყოველთვის მზად არის მნახველისათვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ აი ქართული მეცნიერება ღირსებით არის წარმოჩენილი და მუზეუმი ამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის მიერ პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის 12 ტომეულის გამოცემა. ამ საქმეს უკვე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფარგლებში დღეს აგრძელებს პროფესორი ზურაბ აბაშიძე, რომელიც ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობს.
ამ კედელზე არის ორი ბანერი ძალიან საინტერესო. იმ მხრივ რომ ეს არის რუსთაველის კომიტეტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან მუშაობს და ასევე ქართული ენციკლოპედია. აი 2006 წლის შემდეგ, როცა დაიშალა ყველაფერი, ქართული ენციკლოპედია მეცნიერებათა აკადემიამ შემოიფარა და აქ არის მათი ისტორია, იცით რა ეს საინტერესო ხელნაწერებია ენციკლოპედიისთვის რო წერდნენ, მაგალითად კორნელი კეკელიძის დაუშვა და ასე შემდეგ რაღაც ტერმინები. აი ისინი წარმოვადგინა და თვითონ ის ისტორია და აგერ ხედავთ თქვენ კიდე საინტერესო სურათებს სხდომებიდან, აი ბატონი ნიკო მუსხელიშვილი, ირაკლი აბაშიძე და გიორგი წერეთელი. ეს არის რუსთაველის კომიტეტი, დღესაც მუშაობენ ბატონი ავთო, ბატონი თამაზი მუშაობდა ადრე, შემდეგ აი ბატონი ავთო უძღვება არაბული დღეს, დიახ და ძალიან მაღალი დონის მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას საერთოდ, ესე იგი რაც ეს კომიტეტი არსებობს, დღესაც მუშაობენ და ეს არის, იცით რა, აი დაუსრულებელი რომ ვერ ამოწურა ვეფხვის ტყავსას, იმ დღეს ჩანტლაძის იუბილეი იყო და იქაც წარმოადგინეს ესეც საინტერესო მისი, ესე იგი, კვლევები ეკონომიკაზე ვეფხვის ტყავსანში. ესე იგი, ეს არის აი ამოუწურავი თემა საერთოდ შოთა რუსთაველი საქართველოსთვის. ჯერ კიდევ როდიდან იცოდნენ სვანეთში? რამდენი პლანეტა მოძრაობდა ორბიტაზე? ამაზე პასუხიც აქვს აკადემიკოს ლია მელიქიშვილს, რომელსაც მუზეუმისთვის შესაბამისი ნივთებიც მოუძიებია. აი ძალიან საინტერესო კუთხე, ჩავთვალოთ როგორც ეთნოგრაფიული კუთხე. ესე იგი, ეს არის სვანური მასალები, არტეფაქტები. ეს არის აქ არის წარმოდგენილი ის გამოსახულება, რომელიც სვანეთში ძალიან ხშირად გვხდება კარადებზე დაუშვა და რაღაც სხვადასხვა იმაზე, რა ქვია, ნივთებზე და ეს არის იცით რა წარმოიდგინეთ, მზის სისტემა აქ წარმოდგენილი, შუაში არის მზე და გარშემო 8 პლანეტა. უკვე როდის იცოდნენ სვანებმა, რომ 8 პლანეტა იყო, არსებობდა და აი ასე აქვს წარმოდგენილი ეს 8 პლანეტა, თუმცა ყველა თანაბარია, ზომები აქ არ განსხვავდება. შემდგომ არის კიდე აი ირმის ნახტომი და პირდაპირ რეალურად აქვთ ირამი გამოსახული. წარმოიდგინეთ, ხო ვიცით და აი რასაც ქვია ირმის ნახტომის გალაქტიკაში როცა უყურებ და ირმის ნახტომი ქვია აი იმ მოცულობას, რომელიც ესე იგი დატვირთულია სხვადასხვა პლანეტებით. აქ არის ესე იგი ასევე ბევრი პლანეტა წარმოდგენილი და პირდაპირ ირემია გამოსახული. აი ეს ძალიან საინტერესო ამ მხრივ. და ესეც არის აი ძველი, ესე იგი, აი ხარისთავია, სადაც ესეც იგივე ციურ იმას ეკუთვნის, აქ არის კიდე პლანეტები გამოსახული, როგორ წრეზე, როგორ ბრუნავენ მზის გარშემო და ძალიან საინტერესო თავისი წარწერები აქვს, რა თქმა უნდა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის განკუთვნილი საჩუქრები უცხოელებისგან. ეთნოგრაფიული ნივთები, არქეოლოგიური და გეოლოგიური კუთხე. ფოტო გამოფენა თავისი ისტორიით, თუ სად მდებარეობდა ადრე მეცნიერებათა აკადემია. ამეტყველებული საუკუნეების ბოლო აკორდია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და აუნეტარესის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის ილია მეორის მოღვაწეობის ასახვა აკადემიასთან ურთიერთობის კონტექსტში. რწმენა და მეცნიერება. ამ ურთიერთკავშირის თაობაზე ფილოსოფიური საუბრების მოთავე პატრიარქსა და აკადემიის პრეზიდენტებს არაერთ ფოტოზე აქვთ აღბეჭდილი ეს დისკუსია. დიდნის საქმენი, ასე ხვია როინ მეტრეველის წიგნს პატრიარქზე, რომელთან ურთიერთობის წლებს მუზეუმის ერთ-ერთ ბანერზე ასახული, ასე ვთქვათ, ფოტოკადრიც იტევს. ამ ყველაფერს თქვენ ნახავთ მუზეუმში, სადაც ყოველდღე 12 საათიდან 3 საათამდე გელიან. განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ახალგაზრდების ინტერესის, რათა პირველ რიგში მათ ნახონ პატარა სავანე დიდი აკადემიის მცირე დარბაზში.